ძალიან კარგი, ძალიან კარგი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეროვნული მოძრაობის დროსაც კი 10,000 კაცზე მეტი ქუთაისში არ გამოსულა. აი ეხლა ხარაგაულის მიგდებულ სოფელში რა მოხდა? აი თქვენთან გზა არის, იქ გზა არ არის. მიუხედავად ამისა, შეაგროვეს ფული მოსახლეებმა და დაიდგეს თებში. იმიტომ რომ თქვენს რომ არ შეგვიძლია რომ ვიყოთ ინფორმაციის გარეშე, მიუხედავად იმისა რომ ჩამოუარა საკრებულოს იმან გადაუარა, რომ უკვე შიშის და ჩურჩულის დრო დიდი ხანია დამთავრდა, აღარავის არაფრის არ ეშინია. ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა სააკაშვილს და ეუბნებოდა რომ მოგცემ მილიარდს და ავაღორძინოთ სოფელი. სააკაშვილმა თქვა უარი. აი ახლა ბიძინა ივანიშვილი ჩადებს მილიარდს სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. იქნება ნულოვანი კრედიტები, მრავალწლიანი, იმის და მიხედვით ხორბალს თესავ, ვაზი მოკავს თუ რა მოკავს. მოსახლეობას უნდა შეეძლოს კონტროლი იმ თანხების, რომელიც შემოვა სოფელში, რომ ზუსტად ეს არის პირველი რაც უნდა აღდგეს სწორედ სოფლებში, რაიონებში თვითმმართველობის ინსტიტუტი. როცა თვითონ სოფელი გადაწყვიტავს, რაში უნდა დახარჯოთ, რა გირჩევნიათ და თვითონე უნდა გააკონტროლოთ. იმიტომ რომ მოსახლეობას ართმევენ მიწებს 54 და ლარად. სასამართლო უნდა აღდგეს და ის სასამართლო ბენდუკიძის მიწებსაც შეეხება. უკანონო პატიმრებსაც შეეხება. თუ შეგიძლიათ, რომ ამის გარანტია რომ მოგცეთ, რომ დამცავი თუ იქნება, ვინმე ამ საქმეს და ამ არჩევნებს. ჩვენ დამკვირვებელი ყავდა ერთი დღით ადრე. ეხლა ჩვენთან დამკვირვებლები უკვე აი ამ პერიოდში ამას დააკვირდებიან, როგორ არღვევენ უკვე, ფაქტიურად ისინი იგებდნენ ყოველთვის არჩევნების წინ. მეორე, პატივცემულ ვაჟბატონს ვადა ამოეწურა. დიახ, დადგა ისეთი დრო, რომ ჩვენ კი აღარ გვეშინია მისი. მას ეშინია. ჩვენს უკან არის ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უკან დასახევი არაფერი არ აგვაქვს. თავარი არის რომ ოქტომბერში ძალიან ადამიანურად ვაშკაცურად ჩვენ მივალ, არავინ არაფერს არ გადაიღებს. მაგათი ამბავი დამთავრებულია, იქამდეც თუ მიაღწიეს კიდე. არც სამსახური აქვს, არც პენსია აქვს, არც ერთმანეთი შემოსავალი არ აქვს. და ცდილობს როდის მოვა ის ასაკი რომ პენსია ავიღო და ამით ვიარსებო. ჩვენ ყველანი დავდგებით ერთად, რომ აღვისრულოთ ის ოცნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გვერდება.